განახლებადი ენერგიის წყაროების დაერთება სისტემაზე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე 2027-28 წლებში იგეგმება დაახლოებით 400 მეგავატი განახლებადი ენერგიის დაერთება ქსელზე. ამისთვის საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ გამოაცხადა ტენდერი 66 მილიონი ლარის ოდენობის, რომელიც მოიცავს დაახლოებით 67 კილომეტრი ხაზის მშენებლობას, გაურჯაჭვიანებას. ეს არის ულდნიცის, ლიახვის და ლომისის ხაზები. ეს არის ერთ-ერთი მთავარი არტერია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის, რომელიც უზრუნველყოფს განახლებადი წყაროების დაერთებას და ასევე სისტემის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი საკითხი.